ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. ძალიან მიხარია რომ ამ ფორმატის სტუმარი ხარ და ეხლა ვფიქრობდი ჩაწერამდე მიუხედავად იმისა რომ დიაპაზონი სტუმრები ძალიან დიდი აქვს ამ ფორმატს მაკა ბოჭორიშვილი არის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი ვინც ამ ფორმატს ყოლია. მადლობა. მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან საინტერესო გამოგვივა სტანდარტული კითხვით დავიწყებ და შემდეგ უკვე თემებს ექსპრომტად მივყვებით. ვინ არის მაკა ბოჭორიშვილი? რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რაც ვიცით. მაკა ბოჭორიშვილი, ჩვეულებრივი ადამიანი, თავისი ყველა სუსტი და ძლიერი მხარეებით უყვარს ალბათ ყველაზე მეტად რაც შეიძლება ითქვას შრომა, ბევრს შრომობს. შეიძლება ითქვას რომ ვორკოჰოლიკია, ხო? თავისუფლად და დედა ალბათ ამის გარეშე არ არის მაკა ბოჭორიშვილი. მე მგონი ცუდი და არ ვარ. ძალიან საინტერესო პასუხი არის. როგორ ახერხებს ვორკოჰოლიკი ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს, პარალელურად შეითავსოს დედობრივი ფუნქცია ისე, რომ დასკვნა იყოს, რომ მე მგონი ცუდი დედა არ ვარ თან. ყველაფერთან. ეხლა მარტივია, როცა შენი შვილი 24 წლის არის, უკვე ძალიან მარტივია. მაგრამ ეს იყო ერთგვარი საინტერესო გზა, ერთად გაზრდის, ერთად გავიზარდეთ ფაქტიურად. თან რამდენიმე ქვეყანაც მოიარეთ ერთად, ხო? ერთად მოიარეთ. იმიტომ რომ მე რო ბიოგრაფიას გადავხედე, ძალიან ისეთი არის. საინტერესო დიაპაზონია ქვეყნების. ესეც არის ერთგვარად დიპლომატისთვის ალბათ გამოწვევა, როგორ გაზარდოს შენი შვილი, იყოს ქართველი და თან აცხოვრო სხვა ქვეყნებში. ერთხელ მახსოვს ერთმა ნორვეგიელმა კოლეგამ მკითხა სხვათა შორის, შენი შვილი რამდენი პროცენტია ქართველი და რამდენი პროცენტი არ არისო და შემეშინდა რაღაც იმ მომენტში, რომ დავფიქრდი, რამდენი პროცენტი შეიძლება ყოფილიყო ჩემი შვილი ქართველი და დღეს ეს გამყვა ძალიან დიდხანს და სულ ვფიქრობდი ხოლმე, რომ მაქსიმალურად მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობდით, სად ვიყავით, ის ყოფილიყო ქართველი და მე მგონი მოვახერხე. სუსტი და ძლიერი მხარეებით, ხო? საკუთარ თავზე ერთ-ერთი პირველი ფრაზა ეს იყო რა და შეგვიძლია რომ ვილაპარაკოთ, მაგალითად, რომელია სუსტი მხარე. ვარ ემოციური კი. რაც არ ჩანს საერთოდ. საერთოდ არ ჩანს. კი. ანუ შინაგანი ემოციებია უფრო, ხო, ვიდრე ალბათ ასე, იმიტომ რომ ძირითადად სხვას რო კითხავ, უემოციო ვარ და ამ დროს ძალიან ემოციური ვარ. და ყველაზე მეტი ემოცია რაში გამოიხატება, რაზე გამოიხატება ხოლმე? ყველაფერზე ემოცია ხე ესეც ამ რაზე ყველაფერზე გამოხატავ ემოციას. აი თუ შეგიძლია გაიხსენო შეხვედრა რამე, სადაც ეს ემოცია არ გამოიხატებოდა, მაგრამ შინაგანად ძალიან განიცდიდა. ისეთი პროფესია გაქვს, რომ ეს ემოციები უნდა მართო მუდმივად. ხო, შეხვედრაზე შენ რომ შეგეწყოს, რომ რაღაც ძალიან გაგიხარ და ძალიან გეწყინა, ეს წარმოუდგენელია. გამიცინა ხა ძალიან გაგიხარდა და წარმოვიდგინე. თუმცა მაინც რაღაც მგონია, რომ ეს ემოცია განწყობა, ხო, რაღაც განწყობით ხარ. მაგრამ ალბათ ერთი რომ ზოგადად ადამიანებთან პოზიტიური დამოკიდებულება მაგ არ ვცდილობ ადამიანებში ცუდი მხარეები ვეძებოდა მაინც და მაინც ასეთი მხრიდან. თუმცა მაინც ხო ავლენენ ხშირ შემთხვევაში. კი, მაგრამ ეს მათი პრობლემაა. გზა, რომელიც მოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრობამდე, რომელიც აღნიშნე რომ იყო ძალიან ისე ვთქვათ, დიდარი თავისი სტაჟით და მოდი მოვყვეთ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. აი მოდით ვიტყვი რომ მინდოდა სულ ამ საქმის კეთება, ან დიპლომატია საერთაშორისო ურთიერთობები იყო რაღაც რაც მომწონდა. მაგრამ სხვათა შორის ძალიან კარგი ინგლისურის მასწავლებელი მყავდა ერთადერთი ადამიანი ალბათ რომლის აზრმაც ცისანა ბოცვაძე.
არც ალბათ მას არც ახსოვს რამხელა გავლენა მოახდინა ჩემი პროფესიის არჩევაზე ერთი წინადადებით, რომ საერთაშორისო ურთიერთობებია კიო კარგია, მაგრამ მაინც რაღაცა ისეთი პროფესია იქნებ ჯობია რომ მქონდეს. ან ეკონომისტი ჩააბარე ეკონომიურზე ან იურიდიულზე და იქნები ან იურისტი, ეკონომისტი და აკეთე მინდა გიშლის, მაშინ ჩავაყარე იურიდიულზე. მიუხედავად ამისა, ეს კი გავითვალისწინე რაღაც მომენტში, მაგრამ მაინც საერთაშორისო ურთიერთობები ისე დამრჩა და რო გვეკითხებოდნენ, ვინ უნდა გამოხვიდე, ყველაფერს ამბობდა ამ პროკურორი მოსამართლე და მე ვიყავი ერთადერთი, რომელსაც მინდოდა ასე თქვათ დიპლომატია მეკეთებინა. მერე იყო ასეთი დიპლომატიური აკადემია და პირველი კურსის უნივერსიტეტის დახურვის შემდეგ გადავწყვიტე, რომ იქაც მესწავლა და ორივე განსწავლობდი. მინდოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმიყვანა ერთ-ერთმა ლექტორმა ერთ-ერთი გამოცდის შემდეგ მკითხა უბრალოდ არ გინდაო სტაჟორად დაიწყო მუშაობა და ესე მივედი სტაჟორად საგარეო საქმეთა სამინისტროში და გავიარე ბევრი ეტაპი. იმ პერიოდში, როდესაც ვიწყებდით ამ ტერიტორიაზე საქმიანობას, ხო, აი სტაჟირების პერიოდიდან დღემდე. თუ არის შეცვლილი დიპლომატის პროფესიული ნიშან-თვისება. ანუ ის დიპლომატია, რომელიც დაახლოებით 20 წლის წინანდელ პერიოდზე ვსაუბრობთ, ხო? ცოტა მეტი. კი, ცოტა მეტი და დღევანდელი რითი განსხვავდება? თვითონ დიპლომატიის ნიშნულობა ალბათ პოლიტიკა განსაზღვრავს, ხო, როგორ დღეს ხა ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ რამდენად არის ადგილი დიპლომატიისთვის თუ რაღაცა ძალის პოლიტიკაზეა ყველაფერი აშენებული. ძალის მიერ პოლიტიკაზე. ხო, თაობები ვიცვლებით, ხო, რაღაც თაობები იცვლება, რაღაც სხვაგვარად კეთდება დღეს ხა ისეთი ტექნოლოგიები შემოდის ელემენტარულად ამ სფეროში და სხვა ბევრი რაღაც იცვლება, ხო. მაგრამ ის ძირითადი ჩარჩო ალბათ რაც დიპლომატიას აქვს ის წესები მაინც ესეთია კლასიკაა და კლასიკა. აი რა წესებია, შემდეგ კითხვაც ესეთი არის, რომ კარგი დიპლომატი როგორია? ცოტა რთულია ხა ამის ესე განსაზღვრა რა არის კარგი დიპლომატი. რა უნარები უნდა ქონდეს? არა, ყველაფერს ვერ გეტყვი. ეხლა უცებ მაკა გასაუბრებაზე წარმოვიდგინე და უნდა გითხრა ეხლა რომ რაც ისევ საკცე ყურე. ეხლა ეს ხო ბევრ საინტერესოა, წარმოვიდგინე რამდენი ახალგაზრდა ნახავს ამ გადაცემას, მათ შორის ისინი, ვისაც ძალიან უნდა საგარეო სფეროში არის რაღაც, რასაც სწავლობ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ განათლება, რომელსაც იღებ, რომელიც ძალიან ბევრი რამ რაც მეტი იცი, რა თქმა უნდა უკეთესია, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ ისწავლება, ან უნარები არის რაღაც, რაც ან გაქვს, ან არ გაქვს ადამიანს. ნუ რაღაცები შეიძლება გამოიმუშაო. არიან ადამიანები, რომელსაც მოჭარბებულად აქვს ეს რაღაცა შინაგანი მომხიბვლელობა, რაც ჭირდება ამ საქმეს ნამდვილად და გამოსდით კარგად. შეიძლება იმაზე უკეთესად იცოდეს ვინმე რამე, უფრო მეტი სიღრმეები ქონდეს რაღაც კონკრეტული საკითხის ცოდნის, მაგრამ ეს აუცილებელი არ არის. ხო, ხომ მართალია. არის ხო რაღაც ჭირდება კიდევ გარდა იმისა, რომ წიგნი წაიკითხე, ეს აუცილებელია, მაგრამ კიდევ რაღაც არის საჭირო. ინფორმაცია არის იარაღი დიპლომატისთვის, ხო? ამაზე უნდა ნადირობდე, რომ რაღაც ბევრი იცოდე. ნიუანსები, ხო, ესეც მნიშვნელოვანია ძალიან. რამდენად გაქვს ეს მისწრაფება, რომ რაღაც გაიგო, ახალი იცოდე. ეს ძალიან დიდი იარაღია. შეხვედრა როცა ზიხარ, რაც მეტი იცი, მით უკეთესია, ხო? მით უკეთ მართავ შენ შენ შეხვედრა, როცა არ იცი, ახლა მე თუმცა ხანდახან ეს რაღაც მსახიობური უნარებიც გჭირდება, რომ არ შეიმჩნიო, რომ რაღაც არ იცი. ხშირად ყოფილა ეგეთიც, რომ არ იცი, არავინ არ გითხრა უბრალოდ და გებულობ შეხვედრაზე მეორე მხარისგან, რომ თურმე ასე ყოფილა. ცოტა ბანალური კითხვა უნდა დავსვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ის კითხვა, რომელზედაც ბევრს უფიქრია და ბევრს აინტერესებს. მაშინ, როდესაც ამ სტატუსით, ამ პოზიციით შეხება გაქვთ ძალიან ბევრ
სახელმწიფო ლიდერთან, სხვადასხვა სახელმწიფოებს. როგორ ფიქრო, რამდენად მნიშვნელოვანია, ან რამდენად განსაზღვრავს ქვეყნებს შორის ურთიერთობას პირადი ურთიერთობა ლიდერებს შორის? გააჩნია ქვეყნებს, მაგრამ არის კი, რა თქმა უნდა, ეს პირადი დამოკიდებულებები ადამიანების მიმართ განსაზღვრელი. რა თქმა უნდა, ეს ადამიანური მომენტები ყოველთვის არის, მაგრამ ახლა არის ქვეყნებთან ინტერესები, ხო, უბრალოდ შენ ინტერესს როგორ ატარებ, მე უკვე ესეც ერთგვარი პირადი ურთიერთობების ლოიალური გაჩნდები მე ხო? ამ შენი ინტერესების, ასე ვთქვათ, მიღწევის და აქვს როგორ არ აქვს მნიშვნელობა. თუმცა ეხა გადამწყვეტი რო თქვა, რომ ხა იმიტომ რომ ვიღაცასთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ეხა მე საერთოდ შევაცვლევინებ იმას თავის სტრატეგიულ მიზნებს, ეს ალბათ არ ხდება, მაგრამ დინამიკას გარკვეულწილად. მაგრამ მეტად ლოიალურს გავხდი, მაგის შესაძლებლობა შეიძლება გაჩნდეს, რა? ხო, ნაკლებად ალბათ ახლა ლოიალური. აი ვერ შეაცვლევინებ ახლა შენი პირადი რაღაც დამოკიდებულებებით, რწმენას ვერ შეაცვლევინებ ადამიანს. როდესაც გაიგეთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული თქვენი წარდგენის შესახებ, მაშინ რა რეაქცია გქონდათ, ეგ თუ შეგიძლია რომ გაიხსენო? ალბათ კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს არ იყო ჩვეულებრივი ორდინალური მდგომარეობა ქვეყნისთვის, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობა შეიძლება ისეთი საქმე ყოფილიყო, რომელიც ძალიან გაგხარებოდა, რომ შენი კარიერის მანძილზე იმდენს მიაღწია, საგარეო საქმეთა მინისტრი გახდი, ხო? ურთულეს პერიოდში საქართველოსთვის ბევრი კუთხით ალბათ გარდამტეხი, მით უმეტეს, გახსოვთ ალბათ რა პერიოდია 2024 წლის არჩევნების შემდგომ გეგმა არის ის, რომ ქვეყანა უნდა აჩვენონ, რომ არის იზოლაციაში და ხელს არავინ არ ართმევს საგარეო საქმეთა მინისტრს. ეს არის გეგმა. ასეთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა იყო და გააკეთო შენი საქმე, ხო? ეს ისეთი ფარდა ჩამოფარებული და ამ ფარდას ყოველ შემთხვევაში. გეგმა ეს არის, ცდელობა კი არა, ყველანაირი ცდელობა, ანუ აი ეს იყო გეგმა, რომ ასეთი სურათი უნდა ყოფილიყო და აი ამ სურათში სურათის მიღმა კიდევ ბევრი სხვა რამ იყო, რა თქმა უნდა. ალბათ ოპოზიციას გულისხმობთ, ხო, მაგრამ კიდევ ისი გეგმა შეიძლება ყოფილიყო. ოპოზიცია ხო ჩვენ მოდით შევთანხმდეთ, რომ ჩვენ შემთხვევაში ოპოზიცია არ არიან ის ადამიანები მხოლოდ, ვინც ქართულ პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, რაღაცა როლს ასრულებენ, ხო? ჩვენ შევხედეთ, რომ ეს არის რაღაც კოორდინირებული, ასე ვთქვათ, ჯგუფი, რომელიც შედგება ჩვენი შიდა ქვეყანაში მომუშავე პოლიტიკოსებისგან, ორგანიზაციებისგან და რა თქმა უნდა, გარე აქტორებისგან, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან შენი ქვეყნის ინტერესებს. ხო, არიან ზოგი პოლიტიკოსია, ზოგი ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის თუ ორგანიზაციის წარმომადგენელია. ზოგი თქვენი სფეროს წარმომადგენელი. ეს ხო მანქანაა და ეს მანქანა მუშაობს. ამ მანქანას აქვს თავისი რაღაცა სხვადასხვა ელემენტები. ეს მანქანა მუშაობს იმისთვის, რომ შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დააზიანოს და წინააღმდეგობაში მოვიდა, ხო, ჩვენი ეროვნული ინტერესები რაღაცა მომენტში და შენც რთავ ამ მანქანას, რომ როგორ დაუპირისპირო უკვე შენი ეროვნული ინტერესების დაცვა ამას. რა თქმა უნდა, არ იყო ახლა სასიამოვნო და ესეთი რაღაცა პოზიტიური პროცესი, ხო, ძალიან ბევრი ბრძოლა და ბრძოლის სტრესი. რა თქმა უნდა. მაგის გარეშე. ჩვენ ამ თემას დაუბრუნდებით, ეხლა მინდა ისევ ცოტა ადამიანურ მომენტებს შევეხო. რა გარდატეხა მოხდა ცხოვრებაში და როგორ შეგცვალა დედობა? რამდენი წლის წინ ხა. ახლა რო გითხრათ, რომ პასუხისმგებლობა მაკლდა თქო, ვერ გეტყვით, მაგრამ სხვა პასუხისმგებლობაა ზრდი ადამიანს თან უნდა გაზარდო ისე, რომ თავისი ტერიტორია მიცე და ქონდეს შესაძლებლობა, რომ იყოს დამოუკიდებელი პიროვნება, ანუ გადაჭარბებულად არ მისცე, ასე ვთქვათ, შენი რაღაცა
გავლენა და თან რაღაც სწორი ფასეულობებით გაზარდო. ერთი ხა ალბათ ხასიათია ყველაფერი, ადამიანი ჩდება და ეს უნდა გაითვალისწინოთ ასეთი და მაქსიმალურად ეცადო რომ მოერგო ასე ვთქვათ ამის ხასიათს, თუ გინდა რომ ინდივიდი იყოს ინდივიდი, პიროვნება იყოს ისეთი, როგორიც დაიბადა და რაღაც კომფორტულად იყოს თავის თავთან, ხო? და მეორეს მხრივ ახლა თან შენ ხო გინდა რაღაცეები, ხა შენ შვილი ასეთი გინდა იყოს, ისეთი გინდა იყოს, ხო? ესეთი პასუხისმგებლობა არა, დიდი პასუხისმგებლობაა ადამიანს ზრდი. და აი პირველ წლებში, როდესაც სულ პატარა იყო, რამდენად რთული იყო შეთავსება პროფესორზე? ძალიან მარტივი იყო, ისეთი კომფორტული ადამიანია. ეს იყო საჩუქარი მართლა. მე ვიყავი საშინელი ბავშვი. აი საშინელი ბავშვი, არ მეძინა, არ ვჭამდი, რა მოეთხოვება, ხო პატარა ბავშვს, არ მიყვარდა ძილი, არ მიყვარდა ჭამა, ხო? და მახსოვს დედჩემ სულ მეუბნებოდა, აი შენ ნახავ, გაიზრდები, გეყოლება შენი შვილი და ნახავს გავიზარდე მე ყველა შვილი არაჩვეულებრივი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა არაჩვეულებრივად და იყო ძალიან კომფორტული. და ეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი იყო იმისთვის, ამის წვლილი დიდია იმაში, რაც შევძელი რომ გამეკეთებინა. მშობლებზეც გითხრა. ორივე ძალიან განსხვავებული ადამიანები, თუმცა არაჩვეულებრივი ერთობლიობა, რომლებმაც ოჯახი, მაჩუქესის პატარა ოჯახი, რაც ჩვენ მიყავით და ძალიან დიდი ოჯახი. მამა ისეთი იყო რაღაც ღერძი, ბევრი ოჯახის და სულ ჩვენს გარშემო ხდებოდა, ასე ვთქვათ, მთელი ნათესავების, ასე ვთქვათ, ტრიალი და ეს ძალიან მომწონდა. და ძალიან მაკლია, ხო, მამა დიდი ხანი არ არის და ეს რაღაცნაირად დააკლდა ოჯახს. ვერ შევძელით ვერავინ ამის შევსება. კი, გამორჩეული პიროვნება იყო ნამდვილად და გამორჩეული ურთიერთობა მქონდა. დედას არ ეწყინება, იცის, რომ მე და მამას ხო განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. ბებია შეუძლებელია არ ვთქვა, იმიტომ რომ იმან გამზარდა. დედის დედა ორივე მხარეს ბებიები და ბაბუები ძალიან ჩართულები იყვნენ, მაგრამ დედის დედა იყო კი ბებია, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რაც ვარ. დედა არაჩვეული, ძალიან განსხვავებულები ვართ, აი საოცრად განსხვავებული ადამიანები ვართ. სიკეთის განსახიერება კი არის, ხა? ისე არ გამიგოთ, რომ მე არ ვარ კეთილი, მაგრამ აი გამორჩეულად ავალი, კეთილი ადამიანი, რომელსაც საერთოდ სუცს ვერავიზე ვერ ათქმევინებ, კი არა, ვერ დაანახებ საერთოდ, რომ შეიძლება რაღაცა არსი არსებობს. ხო. და დედა, აი ყველანაირი გაგებით დედა, ისეთი დედა, რომლისთვისაც საკუთარი თავი საერთოდ არ არსებობს, მე არ ვარ ასეთი დედა, ჩემი თავისთვის ყოველთვის ჰქონდა ადგილი, იმისთვის არ არის ადგილი, დედა ჩვენთვის არის. დაუბრუნდეთ ისევ გამოწვევებს და დაუბრუნდეთ ისევ დღევანდელ პერიოდს. მას შემდეგ, რაც ეს ფარდის ჩამოფარების მცდელობები გაჩნდა. და სადღაც ალბათ ჩამოიფარა კიდევაც, ხო? ამან სადღაც იმუშავა. დღევანდელი აი საგარეო კუთხით ყველაზე დიდი გამოწვევა რა შეიძლება იყოს, რაზე შეიძლება ვთქვათ, რომ არის ყველაზე დიდი გამოწვევა? ხო, გამოწვევები ბევრია ნამდვილად. ზოგადად რაც ხდება დღეს მსოფლიოში, რაღაცნაირად ყველა პერიოდს თავისი გარდატეხები ქონდა ალბათ, ხო, მაგრამ ძალიან დიდი გარდატეხები ხდება და ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ისეთი ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, ისეთ გეოგრაფიაში, როგორ გეოგრაფიაშიც ჩვენ ვართ, ალბათ ეს გამოწვევები ესეთი ყველა მხრივ გაშლილია ყველა მხარეს. და ხშირად არის, ამიტომაც არის ძალიან ხშირად ეს ეგზისტენციალური გამოწვევა, ხო, პრობლემა, რომელიც შენი ქვეყნისთვის არსებობასთან არის დაკავშირებული. ამას შევეჯახეთ ჩვენ. ასეთ პერიოდში გვიწევს
მართვა ქვეყნის და ასეთ პერიოდში გიწევს საერთაშორისო არენაზე მონიშნა შენი ადგილის და როგორ მონიშნავ რითი ინიშნები ამას აქვს ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეხლა პატარა ქვეყანა ვართ ჩვენ არ გვაქვს იმის ამბიცია რომ რაღაც გლობალურ პოლიტიკაში შენ გადამწყვეტი როლი გაქვს და გადამწყვეტი სიტყვა გეთქმის თუმცა სწორად როგორ უნდა მოარგო შენი ქვეყანა შენი ქვეყნის ინტერესი ამ ცვლილებებს და ამ დიდ თამაში როგორ უნდა სწორად გაიყვანო შენი ქვეყანა ასე ვთქვათ სამშვიდობოს. პირველი ეს არის ხო მთავარი არის უსაფრთხოება ყველა ქვეყნისთვის ალბათ ეს უნდა იყოს ამოსავალ წერტილი რომ არ იყოს ომი. იყოს მშვიდობა. მშვიდობა გაძლევს მერე ბევრი რაღაცის შესაძლებლობას. როდესაც ეს არ არის მერე ყველაფერი მეორე ხარისხოვანი ხდება. ეს არის დღეს ამ გამოწვევის წინაშე დგახარ რომ კონდეს მშვიდობა და ახლა ჩვენ ესეთი თაობის წარმომადგენლები ვართ, ბევრი ვნახეთ ხო საშინელი პერიოდები გაიარა ქვეყანამ. ეს ყველაფერი მიდის ზუსტად იქამდე რომ თუ არ გაქვს მშვიდობა ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ვერ მიცემ შენ მომავალ თაობას. ნამდვილად და ეს ძალიან დიდი მონაპოვარია ამ რთულ პერიოდში ის რაც ქვეყანამ შეძლო. თუმცა ამ ქვეყანას უნახავს ძალიან ბევრი ცუდი წლების განმავლობაში ხო და დღემდე ჩვენი ტერიტორიები დაკარგულია ოკუპაციის ქვეშ არის. როგორ ფიქრობ რა შეიძლება იყოს თავარი გამოწვევა ან თავარი გზა ამ პრობლემის დასარეგულირებლად? დღეს როგორი ურთიერთობაა ან დღეს როგორი დამოკიდებულებაა იგივე იმ ქვეყანასთან რომელთანაც ჩვენ წლების წინ საბრძოლო მოქმედებებიც ჰქონდა ხო ამ შემთხვევაში რუსეთს გულისხმობ მე ხა გულწრფელად მინდა გითხრა იმიტომ რომ თითქოს ის რაღაცა ვნებათა ხელოვები რომლებიც წლების წინ იყო რა თითქოს ნაკლებად ჩამცხრალია ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის იმ ქვეყნიდან და მთელი საქართველოს მასშტაბით პრაქტიკულად ყოველ ნაბიჯზე მან ხედავ. იმასაც გეტყვი რომ რამოდენიმე ხნის წინ მე ხა ჩემი მეუღლე იქ არის დაბადებული და ჩასვლაც მომიწია იქ მასთან ერთად და ის რაღაცა დაძაბულობა რომელიც აი იწყებოდა თუნდაც საზღვრიდან საზღვრამდე და შიგნით საერთოდ აღარ იგზნობა რა და არის თუ არა ეს რაიმე ნიშანი თუ ყველაფერი გაყინულია ურთიერთობების კუთხით. ამ მოცემულობაში ჩვენ რა მოცემულობაშიც ვართ არაფერი შეცვლილა მოდით ასე ვთქვათ გაქვს ორი ოკუპირებული რეგიონი არ გაქვს პოლიტიკური კონტაქტები არ გაქვს პირდაპირი დიალოგი ბუნებრივია თუმცა გაქვს უკვე უვიზო მიმოსვლა ორ მხრივ მაგრამ გამოწვევად რჩება და ეს გამოწვევა არის ხა ესეთი რეცეპტი რა თქმა უნდა რთული სათქმელია როგორ შეიძლება ამ კონფლიქტის დარეგულირება როგორ შეიძლება ის განვახორციელოთ რაზედაც ასე ხშირად ვსაუბრობთ რომ ჩვენ წარმოგვიდგენია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რა მომენტია ეს და როგორ ხდება რა თქმა უნდა ხა ეს ძალიან რთულია ამაზე ხა ეს ერთ გადაცემაში საუბარი ბუნებრივი თუმცა რაღაც ალბათ რაღაც მოცემულობა იმედი გაქვს რომ იქნება ისეთი რა მოცემულობაშიც ეს მიზანი შესაძლებლობა გვექნება რომ იყოს მიღწეული და მივაღწევთ ამ მიზანს. სულ გვესმის რაღაცა საფრთხე რომ ის რაც ჩვენ ქვეყანას გააჩნია მონაპოვარი ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის კუთხით. რამდენად დგას საფრთხე, რაც სულ რაღაცა სხვადასხვა წყაროებიდან გვესმის მათი დაკარგვის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა თითეული ჩვენგანისთვის, თითეული საქართველოს მოქალაქისთვის ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა. რამდენად არსებობს ამის რისკები მოქალაქეებისთვის, რას გეტყობთ? ხა მე აღარ დავიწყებ რამდენი რამე გაკეთდა იმისთვის, რომ ეს მიეღოთ ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ ემოციურ მხარეს რომ შევხედოთ ჩვენი ევროპასთან დამოკიდებულება, ზოგადად ევროკავშირი რა არის ჩვენთვის, ჩვენ ხო რაღაც საუკუნეების მანძილზე ვცდილობთ რომ ჩვენი ევროპული იდენტობა ვამტკიცოთ, რომ ჩვენც ევროპელები ვართ
გეოგრაფიამ სადღაც ევროპის რაღაც კუთხეში მოგვათავსა და სულ ვცდილობთ რომ დავამტკიცოთ რომ ჩვენ ვართ ევროპელები და ევროპულ კულტურაში, ევროპულ ისტორიაში შეგახსოვთ რაც ასეა. ესეც ფასეულობებს უკავშირდება და უკავშირდება ისევ და ისევ ქრისტიანულ ფასეულობებს და ამ ქრისტიანობაშია ეს ფესვები, რაც შენ გაერთიანებს სწორედ თუ კი გეოგრაფიის იმ ზღვარს გავლებს სხვაგან და საქართველოს არ დადებ ევროპულ რუკაზე არის კიდევ სხვა, რაზედაც ხშირად გესაუბრებიან ძალიან ფასეულობები. რა არის ეს ფასეულობები, რაზე დგას ევროპა? ეს ქრისტიანული ფასეულობებია. და ამას იცავს შენ მთელი შენი ისტორია და ამიტომ ხარ ზუსტად ევროპული ფასეულობების მუდმივად დამცველი. და ამ დროს ეს რაღაც ესეთი იდეა რომ არის შენთვის ამას ხდიან ინსტრუმენტად. ეხლა მე შენ წაგართმე უვიზო მიმოსვლას, გავაბრაზებ შენს მოქალაქეებს და მე ეს შენი გაბრაზებული მოქალაქეები შენ მოგადგებიან რომ აი ეს რა გააკეთე. შანტაჟია. დავარქვათ ასე, რომ არის შანტაჟი. არის კი შანტაჟი, მაშინ როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსს ველოდით. ეს რა ამხელა იდეოლოგიური ამბავი იყო ხო ჩვენთვის, რომ ევროკავშირის წევრობისთვის ასე ვთქვათ ნაბიჯს დგამ. და ამ დროს ვიღაცისთვის ეს არის უბრალოდ მანიპულირების საგანი. ხო, საშუალება, რომ შენზე მოახდინოს ეწოლა. შენ კანდიდატის სტატუსი გინდა, შენ გინდა ევროკავშირის განაცხადი გააკეთე, მე შენ გეტყვი უარს და ეხა მე მიდი და შენ აუხსენი შენს მოქალაქეებს, რომ შენს გამო გითხარი უარი და ამ დროს ეს ხო ეს სულ სხვა თამაშია და სულ სხვა რაღაც მიდის და ეს გულსატკენი იყო ნამდვილად, რომ შენ სულ სხვა ფასეულობითად უყურებ, მოდი ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობებს, ფასეულია შენთვის და ვიღაცისთვის არის უბრალოდ ინსტრუმენტი ხელში, როგორ მოახდინოს რაღაც პროცესებზე გავლენა. მაკა, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო დიალოგისთვის. მადლობა. ძალიან სასიამოვნო იყო ამ ფორმატში საუბარი. უჩვეულო ცოტა ჩემთვის უნდა ვთქვა, იმიტომ რაღაც სულ ისეთ თემებზე მიწევს საუბარი და ნაკლებად ასე ვთქვათ, სოციალურ საკითხებზე. მადლობა პირიქით და გულწრფელად ძალიან ბევრ და დიდ წარმატებას გისურვებთ პროფესიულად ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. დიდი მადლობა თქვენს ასევე.